ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. მოგესალმებით ბატონო ნიკა. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი და ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს უპასუხებთ იმ კითხვებს, რომელიც განსაკუთრებით გუშინდელის შემდეგ გაჩნდა ზოგადად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს თქვენს წინააღმდეგ. თქვენთვის ეს უცხო რა თქმა უნდა არ არის, არც საზოგადოებისთვის უცხო არ არის. თქვენ გუშინ თქვით რომ არ გადავიხდი და ვერ დამაპატიმრებთ. რატომ არ გადაიხდით და რატომ ვერ დაგაპატიმრებენ? მადლობა მოწვევისთვის, იმიტომ რომ ჯერ ერთი წამაფრი გადასახდელი არ მაქვს ეს ერთი და არაფერი ვფიქრობ დასაპატიმრებელი მე არ მჭირს და არაფერი უკანონო ან ახლოს მდგომი უკანონობასთან არ ჩამიდენია, ხო? ეს არის რეალობა. ქართულმა ოცნებამ გუშინ უკვე გითხრათ უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა სამხარაძეა ეს წევრი, რომელმაც თქვა რომ არ ვიცი როგორ წარიმართება პროცესები, ეს დამოკიდებულია გადაიხდის თუ არა ის გირაოს და თუ არ გადაიხდის, ალბათ მოყვება შესაბამისი რეაგირება. ნახოთ ეხლა რისი თავი აქვს, არ ამგონია ქართული ოცნება 24 საათის განმავლობაში მართალია ფიქრობს თუ ვინ დაიჭიროს, ვინ დააპატიმროს, ვის წინასწარი პატიმრობა, ვის გირაო, ვის სხვა აქვეთ ღონისძიებები შეუფარდოს. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ყველა უკანონობასაც თავისი მასშტაბით და ხარისხითაც აქვს უკვე ხომ ლიმიტი და განსაკუთრებით გაყალბებული მოპარული არჩევნების შემდეგ ეხაც მე 1 ნოემბერს უბრალოდ თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ის უსამართლობის ჩემი ხაზზე სიმბოლო, რომელიც ხაზზე მეკეთა, აღარ გამეკეთებია და მოვიშორე და გავთავისუფლდი და ეს იყო ერთგვარი პროტესტი, ხო? კი ბატონო, ერთგვარი დაუმორჩილებლობის აქტი იყო. რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? გუშინ რატო გაახსენეთ? რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? კიდე შევახსენეთ თქვენს დემოკრატიულ საზოგადოებას. ქართული ოცნება ან ხელისუფლება ჭყალებში ვალდებული იყო მოსულიყო ჩემთან სახლში და წარმოედგინა ახალი სამაჯური და ეთქვა ის რომ მოისროლე შენ რუსთაველის გამზირზე აი შენ ახალი სამაჯური და ეს უნდა გაიკეთო ხელახლა მაგრამ არ მოვიდნენ არ გამოჩნდნენ და წავიდნენ სასამართლოში იქ სადაც ჩემი მეგობარი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მთელი 6 თუ 7 თვის განმავლობაში სამჯერ იყო შუამდგომლობით შესული სასამართლოში და ითხოვდა რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკა მელიას ეს სამაჯური მოუხსენით და პასპორტიც იქნებ დაუბრუნოთო. არც სამაჯური მომიხსნეს და არც პასპორტი დაუბრუნეს და თავად მივიდნენ ის რომ არც გვიკითხავს და გვითხოვია სასამართლოში და მოსამართლეს რა უთხრა, რომელიც ერთი და იგივე გუნდის წევრები არიან პროკურორი და მოსამართლე. რომ ის სამაჯური რომელსაც მელია ხელზე ატარებდა არ აღმოჩნდა ეფექტური შემაკავებელი ღონისძიება და ამიტომ მოითხოვეს გაუქმება. და ესე დამთავრდა ეს ჩემი ერთწლიანი ხელზე სამაჯურის ტარების პერიოდი, ხო? და უბრალოდ გირაოს თანხა გამიზარდეს 30 და 70,000 ლარამდე, ხო? მას შემდეგ გავიდა 3 თვე და ახლა გაახსენდათ გუშინ, ხო? კი ბატონო, და აი რომელიღაცა უპირი, რომელიღაცა არ ვიცი, რომელიღაცა არაკვალიფიციური პოლიტიკურად მოტივირებული აი ჩინოვნიკის თავში ან ჩინოვნიკების თავში მოიხარშა ეს გუშინ წინ საღამოს და იფიქრეს რომ ეხლა მოდით რაღაცა ახალი ამბავი ავტეხოთ, ვაჩვენოთ ეხლა სად ზამთრობენ კიბორჩხალები მელიას და მის მეგობრებს და ასე შემდეგ ასე შემდეგ. აი მართლაც აღარ ვაპირებ არც მე და არც ჩემი მეგობრები და ვთვლი რომ დიდი ნაწილი საზოგადოების აი ამ უბირი ჩინოვნიკების ტყვეები ვიყოთ და დრო და დრო უმხედრდებოდნენ საკუთარ ხალხს მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი რამე მოვითმინეთ უკვე მათ შორის მეც, ხო? მიუხედავად იმისა, რომ დაგვალეწეს თავზე უბნები, საარჩევნო უბნები და არ ჩათვალოს არავინ, რომ მარტო გდანში მოხდა უბრალოდ გაყალბებოდა სხვაგან არა, უბრალოდ რახან გდანში ვიყავი კანდიდატი, ყველაფერზე ვერ მოვასწრებ საუბარს, ახლა მოკლედ შევახსენებ. გდანში იარაღით დამირბიეს საარჩევნო უბნები და ანგარიშწორების ხერხი გახდა არაერთი ჩემი შტაბის წევრი და შტაბი დამიწვეს და იდენტიფიცირებულია ეს ხალხი. ყველა ვიცით ვინ არის კალაძეს ბავშვობის მეგობარი, ვინ იყო იარაღით ხელში, არავინ არ დაუკავებიათ საერთოდ. გააყალბეს არჩევნები, მაინც არ იყოთ, მაინც აგეს გდანი და ეხლა აქედან მეუბნებიან, კი ბატონო, კი დაგიწვი ოფისი, კი მოგვიგე გდანის რაიონი, კი დაგარბიეთ, მაგრამ ეხლა რაღაცა ცოტა იქ უნდა გაგაწვალოთ და კიდევ უნდა შენს ნევრებზე ვითამაშოთ და გადაიხდე, არ ვაპირებ ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობას, იმიტომ არა რომ სახელმწიფო ინტერესებს არ ვითვალისწინებ, ან ინსტიტუტებს პატივს ავცემ, არ შეიძლება ნორმალურ სახელმწიფოში პოლიტიკოსი იქნები ხელისუფლებაში და ოპოზიციაში არ ცემდეს სახელმწიფო ინსტიტუტი.
ინსტიტუტებს. მაგრამ იმისათვის რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივის წე, ეს სახელმწიფო ინსტიტუტი უნდა არსებობდეს. მაგრამ როდესაც ფარცხალაძე შოთაძეს უწყებიდან, რომელიც საკუთრებარი ამ ორი ადამიანის წერილი მომდის, ეს აღარ არის ჩემთვის სახელმწიფო ინსტიტუტი. როდესაც ვიცი რომ აი აქ თქვენს გვერდით შენობაში მურუსიძე ჩინჩალაძის საკუთრებაში არის სასამართლო, ეს არ არის ჩემთვის სასამართლო და როდესაც ვიცი რომ პარლამენტი არის ყობახიძეს საკუთრებაში და ეს ყველა ადამიანი მოქმედი მთავარი პირი და შემსრულებელი აი ამ უწყებებში და ყველა ეს ეგრეთ წოდებული ინსტიტუტი არის ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ჯიბეში მოკალათებული, ხა თავზე ვერ მოვიტყულებ და ამ ფარში ნამდვილად ვერ მივიღებ მონაწილეობას და იცით რა ვიღებ თქვენ იქ რაღაცა ბეჭედ დასმული წერილი რახან გამომიგზავნეთ, ესე იგი თქვენ ნამდვილად გაქვთ უფლება ილაპარაკოთ სახელმწიფო სახელით. არ არის ეს ადამიანი არც ერთი, არც მეორე და არც მესამე და სხვები უფლება მოსილნი ვიღაცის დაკავება არ დაკავებაზე ილაპარაკონ. და ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ თამარ კრიზისს განმუხტავს ის რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით უკვე და ვითხოვთ, ეს არის ჩვენი აკლიატი. აი რა განმუხტავს კრიზისს, აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე, ბატონიკა, ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასება. უბრალოდ თუ რამე თავი გაქვთ, იმოქმედეთ, მაგრამ ვერ მოქმედებენ, იმიტომ ზუსტად იციან რომ დამნაშავე არ არის და ვერ შეიკრებოდი. აი ეს მინდოდა რომ მეკითხა ბატონიკა. აი ახლა ერთია რომ თქვენ ამბობთ რომ არც პროკურატურა არსებობს ამ ქვეყანაში, არც სასამართლო არსებობს, არანაირი სახელმწიფო ინსტიტუცია არ არსებობს და ამას მარტო თქვენ არ ამბობთ, ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი გეთანხმებათ, მაგრამ როდესაც პროკურატურა ან სასამართლო იღებს თავად რაიმე გადაწყვეტილებას, ის ვალდებულია ალბათ რომ საკუთარი გადაწყვეტილება მაინც აღასრულოს. ამ შემთხვევაში აი რაღაც სამართლებრივ ჩიქში ნახეთ რომ ვერ აღასრულოს სამაჯური როდესაც კი ბატონო სამაჯური როდესაც გადააგდეთ თქვენ ასე დემონსტრაციულად ვერ აღასრულა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც პროკურატურა არის სამართლებრივ ჩიხში, იმიტომ რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ამჯერად, როდესაც თქვენ მიმართეთ სხვა დანარჩენ ოპოზიციონერებთან ერთად, რომ შეეჩერებინათ თქვენთვის დეპუტატის უფლებამოსილება, ისინი არ წყვეტენ ამ უფლებამოსილებას. მანამდეც აი რაღაცა ეს ბრძოლა ივანიშვილის მხრიდან თქვენს წინააღმდეგ, რატომღაც ისე ხდება, რომ სულ თქვენი მორალური უპირატესობით სრულდება ხოლმე ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე. მაშინ როცა 91-მა დეპუტატმა თქვენ 5 წუთში მოგიხსნათ უფლებამოსილება და მართლაც ისეთი კადრი იყო, როდესაც თქვენ ერთი ადამიანი იჯექით, აი ამდენი ესე ვთქვათ, ქოცის წინააღმდეგ და მოგიხსნეს უფლებამოსილება. ახლა თქვენ ამ მიმართეთ და არ გიხსნიან უფლებამოსილებას. აი როგორ ამ სამართლებრივი ჩიხიდან როგორ უნდა გამოვიდეს პროკურატურა? ანუ ახლა თქვენ ცალკე უნდა მოგიხსნან უფლებამოსილება, რომ შემდეგ რაღაც სანქციები დაგაკისრონ თუ აი რა უნდა გააკეთოს თქვენი აზრით? თქვენ მორალური უპირატესობა ახსენეთ და ნამდვილად თუ კი რამემ გამაძლებინა მე ამ ბრძოლაში და პირიქით არა თუ ქედი მომახრევინა უსამართლობის თვის არამედ პირიქით მართლაც დამატებით და დამატებით ენერგიას ვიღებდი, ეს ენერგიის წყარო იყო მორალურ უპირატესობაში ყოველთვის, იმიტომ რომ არასოდეს არ მითამაშია, არც პარტიის შიგნით, ის დღე ნამდვილად ეს იყო, როდესაც თქვენ პროცესში ვარ ისეთი როგორიც ვარ, თავისი ნაკლებითა და უპირატესობებით. არასოდეს ვცდილობ არ ვითამაშო, აი ესეთი ვარ როგორიც ვარ და არასოდეს არც 2 არც 5, არც 6, არც 7 სრულად კომბინაციებს პოლიტიკაში, რომელსაც შეიძლება ახასიათებდეს, მე ნამდვილად არ ვსახავ. ამიტომ მორალური უპირატესობა იქნება ჩემსკენ და ჩემი მეგობრებისკენ, იმიტომ რომ ვართ სწორ პოზიციაზე. არაფერი არ გვინდა, გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური ცხოვრების შანსი მიეცეს მოქალაქეს და ნორმალური ცხოვრება ვერ იქნება თუ სახელმწიფო არ დაემსგავსება სახელმწიფოს და ინსტიტუტი არ დაემსგავსება ინსტიტუტი და კანონის წინაშე ვალდებული და ასე ვთქვათ ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არ იქნება ყველა და არა ვისაც დააკისრებს პასუხისმგებლობას კანონის წინაშე იმას აღუსრულები და ვისაც არა, იმიტომ რომ ხო თითქოს დააკისრეს იქ იარაღით დამბევეს, მაგრამ როგორც თქვენ არაფერი არ ასე ვთქვათ საჯელი არ დაგეკისრათ მომდენო დღეებში ისე მათ არ დაეკისრათ გდანის დარბევს გულისხმობ და არა მხოლოდ გდანის. ამიტომ მორალური უპირატესობა შეიძლება ვრცლად ვისაუბრო მე ხომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვერანაირად მორალური უპირატესობით ყოფილი და განშოული ადამიანი არ შეიძლება დაიჭირო, იმიტომ რომ ფიზიკურად იმას ვერ იჭერთ და მე ან ჩემი ნებისმიერ მეგობარი, ნებისმიერ პარტიის სხვა ლიდერი, რომელიც აი ამ უთანასწორო თითქოს ბრძოლაში არის, ხო?
დაჭერით თუ გონიათ თუ თავისუფლება შეგვიზღუდავენ ძალიან ცდებიან. ანუ თქვენ ხეთქვით რომ ის სანდომიანი ახალგაზრდა უნდა გააგზავნონ პარლამენტში და ალბათ მოითხოვოს უფლებამოსილების შეწყვეტა, ხო? ანუ აი პროცედურულად ეს როგორ წარმოგიდგენთ? ან გამოვლენ ტელეეთერით და კვლავ იტყვიან რომ ჩვენ ვართ უსუსურები და თავზე დაიყრიან ნაცარს, რომ უბრალოდ გულზე ჯირი ვიტყით და მოусინჯეთ ნერვები რა მდგომარეობაში აქვს ოპოზიციას ან გააკეთებენ იმას რაც უნდა გააკეთონ უკვე აი 2 თვის განმავლობაში რასაც ითხოვს ოპოზიცია შეგვიჩერეთ მანდატების ან უფლებამოსილება სადეპუტატო არ გვინდა თქვენთან ერთად ყოფნა გაყავდა არჩევნები ჩვენ ვერ დავიცავით საკმარისად ამორჩევლის ხმა დავდეთ მანდატი მაგიდაზე და გამოვედით და დავდექით ხალხთან ერთად. ხო არ გვინდა ყობახიძესთან ერთად, თალაკვაძესთან ერთად და ბატონ ვოლსკთან ერთად. არაჩერებეთ, რატომ? იმიტომ რომ მათ ჩვენივრად იციან რომ რა წამსაც მარტო დარჩებიან პარლამენტში ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე და გამოწვევების წინაშე დადგებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ მე და თქვენ კი არა, თამარ, თქვენმა მაყურებელმა კი არა. პირველ რიგში თუ ვინმე მიცის რა მასშტაბით გაყავდა ეს არჩევნები და როგორ მოხდა манипуляციები სხვადასხვა ხერხითა და მეთოდების გამოყენებით საარჩევნო დღეს და არჩევნებამდე ეს ის ქართულმა ოცნებამ შინაგანად ძალიან რთული არის მათი მდგომარეობა იმიტომ რომ ეხა მე რომ რაღაცა მოპარულ კაცი რომ მყავს მოკლული დაუშვათ ადამიანს უყავს მოკლული და გასულია 15 17 18 წელიც მერწმუნეთ რა ნამდვილად აი მე გძნობ ფსიქოლოგიას აი ამ ადამიანს 7 ძილი 10 ადამიანს არ აქვს ყოველ რომ ნათელი მოეფინება მათ დანაშაულს. ასეთ მდგომარეობაშია დღეს ქართული ოცნება და მათ ერთადერთი იმედი აქვს, რომ იქნებ რაიმე სახით ოპოზიცია აღმოჩნდეს შიგნით პარლამენტში. აი ეხლა ჩიხში მოვაქციეთ თუ არ მოვაქციეთ ეს საზოგადოება განსჯელოს განსაჯოს. ან მოკლედ იჭერე პოლიტიკური თავარი პარტიის წარმომადგენლებს ჩემი სახით და ამით ამბობენ, რომ ქვეყანაში არის კანონი. დიახ. ხო, მათივე ასე ვთქვათ ლოგიკა, რაც რამდენად შეესაბამება რეალობას, ან გამოდიან და ამბობენ, რომ ნუ არ შეგვიძლია და უბრალოდ დრო და დრო გამოვდივართ და ვცდილობთ, რომ უნიმედობა გავარგავოთ. თუ არა, აი ეს ნაწილი გამოიყენონ პოლიტიკურად სავაჭროთ, რომ აი არ ვიჭერთ ნიკამელიას სამაგიეროდ რაღაც წამოვიდეს ოპოზიცია. ჩამომივარდება თავიდან. ერთი თვის ღერი. თვის ღერი ნამდვილად ვერ ჩამოვიდა. აი და ვერც პირდაპირ და ვერც გადატანითი მნიშვნელობით, იმიტომ რომ მართალ ადამიანს და მართალ პოზიციაზე მყოფ ხალხს ვერასოდეს ვერც ერთი ხელისუფლება საერთო ჯამში, საბოლოო ჯამში ვერ დაამარცხებს. არ ვართ ჩვენ. ბატონიკა, პოლიტიკურად სავაჭრო გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება თქვენი საქმე, ნიკა გვარამიას საქმე, ირაკლი ოქროშვილი. ნახეთ რომ აი ამორალურია ხელისუფლება. აი დროსაც და სივრცესაც ხო აქვს მნიშვნელობა, კონტექსტსაც ხო აქვს მნიშვნელობა. მთელი ქვეყანა, ამ ქვეყანაში ცხოვრები მოსახლეობა, ხო, ხალხი. ეხლა მინიმუმ ხო შეშფოთდა და გულთან ახლოს ყველა მიიტანა ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტი, რომელსაც 12 წლით უსაფუძოდ მიუსაჯეს თავისუფლების აკვეთით მიესაჯა და ვერაფერს ვერ აკეთე და იმის მაგივრად რამე მაინც მოიფიქრო. ამ დროს პოულობ დროს და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან დაკავშირებით რაღაცა სისულელე განცხადებას ავრცელებ დილით ადრე, მაშინ როდესაც მართლა ყველას თავზე ლაფი დაგვასხეს და არანაირი რეაგირება არ არის. იმ დანარჩენ აი ძალიან ძიმე პრობლემებს, რომელიც აი მაგალითად დღესაც ეხა სულ ცოტა ხანში დაიწყება, ხო, საპროტესტო აქციებია ქვეყანაში და აი ძალიან ერთი რამე ყველამ უნდა დავიმახსოვროთ რა. ბოდიშით ესე ზახელის ნიშანით საუბარში არ ჩამომართვათ, მაგრამ ამ ქვეყანაში ვერ შეიძლება იყოს ვერც 10, 20, 5 ან 3 პარტია. ამ ქვეყანაში არის ორი მხარე. ქართველი ხალხი, მისი უდიდებულესობა მართლაც ქართველი ხალხი და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ან გახარ ამ მხარეს, ან გახარ მეორე მხარეს. დიახაც, აირჩიოს უნდა ნებისმიერმა მოქალაქემ ვის მხარეს დგას. ვის მხარეს დგას? მე ხა გუშინ არ მინდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი ტელეკომპანიაში ვიყავი სტუმრად. ნამდვილად გამაუცა ერთ-ერთი ჟურნალისტმა მაპატიეთ თქვენ საერთაშორისო ვიცი რომ კოლეგიალობა გაქვთ და მესაუბრე ქვეყანა ხა აგერ შეუბატონო ხდება ყოველდღიურად უმძიმესი დანაშაულებები იმედი რწმენა ხვალინდელი უკეთესი დღის არ არსებობს და
სასოწარკვეთ ღრმავდება და ღრმავდება, ჩამოიშალა პრაქტიკულად სახელმწიფო და გადაცემის სტუმარი, ეს გადაცემის წამყვანი მელაპარაკება 2005 წელს თურმე ნაციონალური მოძრაობის დროს რა დანაშაულები ხდებოდა 2005 წელს ჯერეთიც აი მართლა გამეცინა 2005 წელს თავად ედუარდ შევარდნაძე ცხონებული ედუარდ შევარდნაძე არაკრიტიკებდა მეგორი ნაციონალურ მოძრაობას იმდენად დიდი იმედები იყო დაფარებული მაგრამ რატო იცით ეს ადამიანი ნებისმიერი აი ეს ადამიანი ვინც დღეს პოულოს ვაპატიეთ თამარ 2021 წელს ძალას რომ უკან წაათრიოს მოქალაქეების მცირე ან დიდი ჯგუფი თუნდაც ფიქრებში წარსულში და ყურადღება გადაატანიოს ეგზისტენციალური გამოწვევებიდან სადღაც 2005 წელს რაღაცა რომ მოხდა როცა 10-ჯერ მეტი უარესობისკენ გადადგმული ნაბიჯი ვიხილეთ, ხო? ეს ადამიანი ჩემთვის არის და მსგავსი ადამიანები ბიზინა ივანიშვილის მხარეს. ამიტომ ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, ლელო, გიორგი ვაშაძის პარტია, არ ვიცი, არ მინდა გამოვჩეს. ყველა პარტია გირჩი და ასე შემდეგ, ხო? ან ვართ ხალხთან ერთად ერთ მხარეს და ყველანი დიახაც ვიცით ამ ვართ გამორიცხული არის, ეხლა როგორ იმდენად გააზრებული ბრძოლა არის. უბრალოდ იმდენად აი როგორ ვიხარ პატრიოტული ბრძოლა არის, იმდენად საამაყო ბრძოლა არის. ხალხთან კი ხართ, მაგრამ აი ეს უკვე მოქმედებაში როგორ გამოისახება, ეს როგორ გამოისახება მიზნის მიღწევაში, რომ თქვენ გადამტელი არჩევნები მიიღოთ. აგერ ხედავთ ხო, სხვადასხვა ჯგუფები დიახაც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავი არ დაუხარონ რეჟიმს, ხო? რაც შემიძლია ვაკეთებ იმისათვის, რომ საზოგადოებას მაგალითი მივცე იმისა, რომ არ შეიძლება ხელისუფლებას, რომელიც რეჟიმად არის წეული, თავი დაუხაროთ. ყველაფერს აქვს თავისი დრო და თავისი ფაზა. მესთვის არიან ადამიანები ქვეყანაში, რომელთაც გუშინ უნდათ გამარჯვება, რა თუ ხვალ. მაგრამ ჩვენ ყველაფერთან ერთად სიმრავლესთან 31 ოქტომბერს გამარჯვებას, ბატონიკა, ეს ადამიანები 31 ოქტომბერს ელოდებოდნენ ძალიან. გასაგებია, მე მაგრამ აი ყველა სცენარისთვის მზად ხართ, აი მაგალითად რო დაგიჭირონ, რო დაგაკავენ. ყველა სცენარისტის მზად ხარ თუ არა თქვენ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, აი გავრილოვის ქართული ოცნების ქმედებებში რაიმე ლოგიკის პოვნა და რაიმე ახსნის პოვნა. ამიტომ აგეკითხებით, როგორ იქნება მომდევნო ნაბიჯი. აი ეს მაინტერესებს ყველა სცენარისტის მზად არის თუ არა ნაციონალური მოძრაობა. დიახ, დაქსაქსულობით არის აგებოს ხელისუფლებამ და დრო და დრო ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების წიაღში იფეთქოს უიმედობის ახალმა და ახალმა ტალღამ. და ეს ყველაფერი უნდა უბრალოდ აღმოფხვრათ, ხახნო, ბევრნი ვართ, აი ძალიან ბევრნი ვართ იმისათვის, რომ ეს ერთი მართლაც ძალიან გაუნათლებელი და უბირი ოლიგარქი ადამიანი თავზე რომ წამოგვაჯდა და კისერზე მინიმუმ ჩამოვისროლოთ კისრიდან. არ დავიღალეთ რომ კისერზე გვაქვს, ის კაცო. ეს არის და ეს და გვასაღებს რეალურად საკუთარ რბილად რო ვთქვათ ნაკლოვანებას ხელისუფლების რეჟიმის დეფექტს წარმატებად გვასაღებს რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე არის არ ვიცი მე ღვთაება რომ ეს არის მომავალი ქართული მართლმსაჯულების და თურმე 2040 წლამდე მურუსიძე და ჩინჩალაძე რო იქნება სასამართლოს მესვეული ხო უნდა ვიყოთ ბედნიერები და ამას უნდა შევეგუოთ და სარგებლობს რითი იცით იმიტომ რომ ათასობით ოჯახი არის თამარ და აი აქ ვჭირდება პოლიტიკოსების და ვართ კიდევაც მოწოდების სიმაღლეზე ვერწმუნეთ რა შესაძლოა კრიტიკასაც ვიღებთ მივიღებთ კიდევაც მიგვიღებთ კიდევაც მაგრამ ვართ დიახაც ამ ბრძოლაში თხემით ტერფამდე ჩართულები და ბოლომდე მივიღოთ გამარჯვება საათაიდან რითი სარგებლობთ თქვენ როგორც ყველაზე ძლიერი ყველაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აუცილებლად უნდა მითხრათ აი უახლოეს პერიოდში ხვალ ზეგ მასეგ ერთ კვირაში რასაპირებთ ქართული ოცნება სარგებლობს იმით რითიც სარგებლობს ყოველთვის ყველგან რეჟიმი ნამდვილად ათასობით არა რა ათასობით 10,000-ობით და უფრო მეტი ოჯახი დღეს გადარჩენისთვის იბრძვის რა წარმოიდგინეთ მეც ეხლა მაპატიეთ ერთი წუთით მე რო ეხლა შვილი შიმშილით მიგტებოდეს ნამდვილად ეხლა პური არ მქონდეს სახში მისადან ეხლა თამარ ბაღაშვილის გადაცემა შეიძლება ვერც უყურო და იმაზე ვიფიქრო ხვალ და სამწუხაროდ სახელმწიფოებრივი ინტერესები, ანუ ეგზისტენციალური პრობლემები სახელმწიფოს წინაშე რაც დგას, გვინდა არ გვინდა ასე ბევრისთვის, მეორე პლანზე გადადის, სამი პლანზე, როცა სანდროს ბავშვია, როცა თეონა ბავშვია, როცა არ ვიცი მე გიორგის შეა, ამ დროს ნუ მოთხოვ მათ მშობლებს რომ იცით რა, მაინდა-მაინც გამოდი და ერთი კვირა და ორი კვირა დადექი რუსთაველზე, იმიტომ რომ მაგრამ უნდა მოვახერხოთ და მოვბილიზდეთ და ყველანი ერთად
სადაც საჭიროა, როგორც საჭირო იქნება, იქ დავდგეთ. მაგრამ ეს არ არის ისე, არ უნდა იყოს გაგებული, რომ ერთ კონკრეტულ დღეს ჩვენ გამოვათ და 24 საათში დავამთავრებთ ბიზნეს შოუ. 8 წელიწადია ვებძვით და ფინიშის სწორს ვართ. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ზამთარში, შეიძლება მოხდეს გაზაფხულზე, შეიძლება მოხდეს ზაფხულზე, შეიძლება მოხდეს შემოდგომაზე, ხახნო. გადადებული გვაქვს თავი. გადადებული გვაქვს ნამდვილად თავი და ყველასი პრობლემა არის. ეს არ არის მარტო ნიკა მელიასი და არ ვიცი მე სხვადასხვა პარტიის ლიდერების, არ მინდა გვარებით ჩავთვალო გამორჩებოდა ვიცი ამ დროს წკნით ხოლმე. ხო პრობლემა, ნამდვილად ყველასი პრობლემა არის. ყველაფერს ვაკეთებ, რომ არ ჩანვართ ტელეეკრანებზე, არ ნიშნავს, რომ წამოწოლილები ვართ სახლში, ხო და სახლებში. ვმუშაობთ. გეგმა, რა თქმა უნდა, სად არის გეგმა? ამას ვინც მეკითხება, ერთი ქალბატონი წეს, რას აკეთებ, არ მინდა, ლელა ქვია. დიახ. და Facebook-ზე მომწერა, აი, ბატონო ნიკა, რას აპირებთ, და ვიცი, არ ვაკადრე. ერთხელ მომწერა, ვიცი, Facebook-ზე, ვიცი რომ ამერიკაშია. ვიცი რომ ამერიკაში ცხოვრობს. ერთ-ერთ შტატში, ნუ წლებია უკვე და თუ ამერიკიდან ეხლა ერთად ვიცი რომ გულშემატკივროს, მაგრამ ნუ რაღაცას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციასაც. მაგრამ სადახარ, როგორ ხარ, გასაკეთებთ. ბრძოლის ველზე ვარ, სანგარში ვარ, პოლიტიკურ ყველას უნდა უპასუხოთ. კი ბატონო. გასაგებია, მაგრამ ეხლა ჩვენ ყველამ ერთად ერთმანეთს უნდა ვამხნევოთ და არა ვამუნათოთ. აუცილებლად. არა ვამუნათოთ და არა ნიშნის ზოგებით ვესაუბროთ. ჩვენ ისეთი მოლოდინიც არ უნდა შევქმნათ, რომ დაუშვათ აი 13 თებერვალს ნიკა მელია მეგობრებთან ერთად მოუწოდოს საზოგადოებას გამოსვლა და 24 საათში დამთავრება დაპირდეს ბიზნესმენშურის რეჟიმის. პირობით შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ არ მოხდება, მტერი ვერ უსურვებს და გაუკეთებს იმას, რასაც მე გავუკეთებდი მეგობრებთან ერთად, სხვა კოლეგებთან ერთად საზოგადოებას ფრუსტრირებას გულისხმობ. იმდენად დიდი იმედგაცრუება, როდესაც თამასა იწევა და შევერასწრებო. რა საკვირველია, კი ბატონო. პოლიტიკოს იმისთვისაა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ და სწორი გეზით ასე თქვა. კი ბატონო, მაგრამ მოქალაქეებისთვის ასევე მნიშვნელოვანია თქვენი პირადი მაგალითები, ბატონიკა. ოპოზიციის პირადი მაგალითები, რაც თქვენ შესახებ, რა თქმა უნდა, ეხა ნაკლებად შეიძლება ქონდეს ადამიანის ამის პრეტენზია, მაგრამ პირადი თავგანწირვის მაგალითები ოპოზიციის ლიდერების მხრიდან იმ ხალხისთვის, ვინც არის ოპოზიციის გულშემატკივარი, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ადამიანები ერთგვარად ელოდებიან. იმიტომ რომ გაუსაზრისია მდგომარეობა პირდაპირ გეუბნებით. ეხლა იმიტომ არის ჩემთვის უბრალოდ მიუღებელი 7, 8, 3, 4 პარტიებიც, როგორც ასეთი ახლა საერთოდ მე-13 თუ მე-10 პლანზეა გადასატანი. იმიტომ რომ ვიბრძვით სახელმწიფოს როგორც ასეთის გადარჩენისთვის, რის და ვის ფარგლებშიც მერე არჩევნებიც უნდა ჩატარდეს, ინსტიტუტებიც უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ეს ყველაფერი დასაბრუნებელი გვაქვს ჩვენ ჯერ. ანუ უნდა ჩავდგეთ ფერხულში ერთად, დავიბრუნოთ, დავადგინოთ სამართლიანი თამაშის წესები და ამის შემდეგ კი ბატონო, ვიპაექროთ და აი ამ იმაში რო ვარ, რა ქვია, მორევში რო ვართ ყველანი ჩაფლულები და ვიღაცა, ვინც არ უნდა იყოს, გამოვა და დაიწყებს საუბარს და კრიტიკას ოპოზიციისა და წამიყვანს მე 2004 და 2005 წელს, ჩემთვის ეს არის დიაგნოზი. ყველას ვერ მოთხოვ ამ ქვეყანაში გმირობას, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ქვეყანაში არის პატრიოტი ადამიანი და ჩვენ ყველანი ერთად, ვისაც როგორ შეგვიძლია სოციალური ქსელი, სამსახურებში, სახლებში, ქუჩებში, სოფლებში, დაბებში, ჩვენ ყველა ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. უბრალოდ არ არის საჭირო ერთმანეთის დამონათება, უნდა ვამხნევოთ ფინიშის ორცვათ რა გიდგა. კი ბატონო და მოკლედ რომ გასახოთ არ დავმარცხდებით. მე როგორ გონიათ რომ ამდენი ადამიანი დავმარცხდებით და ქუდს დავიხურავთ და წავოთ და ვეთქვით რომ ბიზნეს ევანიშვილ მაგარი ხარ და შეგიტოვებთ ქვეყანას და შენს მედი მაქვს რომ ამბავი არის ოპოზიციის ამომრჩეველი არა არ არსებობს ოპოზიცია მაგრამ იცით რა მაინტერესებს ოპოზიცია არის ხელისუფლება ცუდი გაგები ოპოზიცია აი ერთიანობაში ერთმანეთს ამხნევებთ აი სხვა პარტიები როგორც ადრე იკრიბებოდით ეხლა რაღაცა ეს შეკრებები აღარ ყოფილა არის კომუნიკაცია დრო და დრო ეხლა ხვალაც ვიკრიბებით სხვა ფორმატში ზეგაც ვიკრიბებით სატელეფონო საუბრებიც გვაქვს და ეხლა ჩვენ ყველანი ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, მაგალითად ეხლა ნაციონალურ მოძრაობაზე ეხლა არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ ყველა მიხიბა რა ისტორიული პროცესები დაიძრა ამ პარტიაში და ხო, ერთადერთი ბოლო პერიოდში რაც მოხდა, ნამდვილად იყო ნაციონალური მოძრაობის განახლება.
ათასობით ახალი გუნდის წევრი გეყოლება რამდენიმე თვეში ნაციონალურ მოძრაობას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს და მიხარია, რომ ის ადამიანები ვერთვებია გუნდს, ძველ ჩვენ მეგობრებთან ერთად დგებიან იმ პლატფორმაზე, რომლებიც არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობის არათუ წევრები, სადღაც ამორჩევლების. აი ახლა უკანასკნელ არჩევნებში კი სხვა ოპოზიციურ პარტიებს მისცეს ხმა, ისეთი ადამიანებიც მოვიდნენ ჩვენთან პარტიაში. რატომ? იმიტომ დაინახეს არა პერსპექტივა ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანის, არამედ გულწრფელობა პირველ რიგში. ყველა კარები და ფანჯარა გავაკეთ და ვთქვით, რომ არის გაერთიანების დრო და მორალური პოლიტიკის კეთების დრო. სულ არ მეთალკილება ხოლმე, რომ ნაციონალურ მოძრაობას ნაკლოვანებებზეც ვისაუბრო, ვიცი რომ ნაციონალურ მოძრაობის რიგ წევრებს ეს არ სიამოვნებს ხოლმე ჩემს მეგობრებს, მაგრამ რა ვქნათ, ასეთი ვარ მე, ასეთი არის სხვა ნაციონალურ მოძრაობის ლიდერი, ასეთი არის კიდევ სხვა და ამაშია ჩვენი ძალა, რომ ჩვენ ინკუბატორში არ გამოვიზარდეთ და სხვადასხვანაირები ვართ, მაგრამ გაერთიანებულები ვართ. დიდი მადლობა. საერთო ყველაზე მნიშვნელოვანი იდეის გარშემო, ამ ქვეყნის მომავლის გარშემო. დიდი მადლობა. ამიტომ მეტი ოპტიმიზმი, მეტი წმენა თუ ვერ დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვებთ. ვერასოდეს ვერ გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონიკა, წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა და ვისურვებ, რომ მომდევნო ეთერში, როცა მობრძანდებით თქვენთან, აი ეს პოლიტიკური შეტევა თქვენს წინააღმდეგ ალბათ არ დასრულდება, მაგრამ იმედია, რომ რაღაც ცვლილება ყოველ შემთხვევაში უკეთესობისკენ ნამდვილად იქნება და მინდა რომ ასეთი იყოს მომდევნო კვირა თქვენთვის. აი ესე სად დავასრულებ, ვიცი, კი, გველოდებიან უკვე სხვა. ყველაზე კომიკურიც უკვე ჩემთვის რა არის, იცით, თუმცა ქართულ ოცნებას ვუყურებ, რომ დღემდე ჯერათ, რომ შეიძლება რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი დაჭერით დააშინონ, ან უკვე დაახევიონ. ეს კი ნამდვილად უკვე შეურაცხყოფელი არის, ნამდვილად. ამიტომ გადავალთ პოლიტიკურ კონჩეტევაზე და გადასულები ვართ. ნახოთ, ეხლა რისი თავი გაქვთ, იქ ნაცვლიშვილი, რამიშვილი, ეხლა სხედან ფიქრობენ რაღაცა, ვერაფერს ვერ მოიფიქრეთ, იმიტომ მორალური უპირატესობა თქვენ ხელში ვერასოდეს ვერ იქნება. ვეღარ იქნება და ამას შეეგუეთ. კარგად ზანდა. ძალიან დიდი მადლობა, მაშა ასე პოლიტიკური კონტრშეტევა და იმედია, რომ ჩვენი ეთერის შემდეგ თქვენი ბერანგი არ გახდება დღეს უკვე განხილვის თემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ თქვა ნიკა მელიამ დღეს ჩვენს ეთერში. ის ამბობს, რომ გადადის პოლიტიკურ კონტრშეტევაზე და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები უკვე მომდევნო კვირას.